თავისუფლებას 30 ნოემბერს. თანახმობა და ყოფნის ეს განცხადება თორემდე გადავა. წინააღმდეგი შეუსულია ორი განცხადება საქართველოში, რათა განიხილოს საქართველო გამგებლის თანამდებობაზე, დანიშნვის თაობაზე შემდეგი პიროვნებებისა. აპუნა კობერიძე და მალხაზ შანგიძე კოკაუ. აპუნა ავთანდილზე კობერიძე დაიბადა 1966 წლის 23 ივნისს ქალაქ გორში. 1991-93 წლებში მუშაობდა საქართველოს პროგრამთა საზოგადოების გორის სასწავლო საწარმოო ხარისხის ინჟინერად, შემდეგ მთავარ ინჟინერად. 1993-95 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის გორისა და შიდა ქართლის ბიუროში უფროსი და წამყვანი ინსპექტორის თანამდებობაზე. ხოლო 95-2004 წლებში სახელმწიფო ფონების მართვის სამინისტროს გორის სამართლებში სპეციალისტის და განყოფილების გამგის და უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2004 წლიდან დღემდე ეწევა კერძო საქმიანობას. ვინ არის მომხდარო დაინიშნოს განმავლობ აპუნა კობერიძე ყოფნისას განმავლობაში. მადლობა წინააღმდეგი. მე მაინც ვალდებული ვარ მეორე მალხაზ შანგიძე კოკაური დაიბადა სოფელ ვარიანში 1960 წლის 9 მაისს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საყავის სკოლის შემდგომ ვარიანის მეცხოველეობის ფერმებში ზოოინჟინრის თანამდებობაზე. 93 წელს მონაწილეობას იღებდა და იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საარტილერიო ფრონტის საგაუფიცო ბატარეის მეთაური. 1998 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა ვარიანის საკრებულოს მდივნად, თუმცა მოწყობას გამგებლის მოადგილე. 2001 წელს გაათავისუფლეს მარტივი ვიზების გამო, რომ არიყო მას მოძრაობის წევრი. ვინ არის მომხდარი დაინიშნოს საკუთარ ბატონი მალხაზ კოკაური ყოფნისას განმავლობაში. წინააღმდეგი